პარტიის თავმჯდომარე. Საღამოშიდობის გიორგი, პატარა კორექტივ შევიტან, მე ვარ არა საპარლამენტო ოპოზიცია, არამედ პარლამენტში არ შეშვებული ოპოზიცია. გამარჯვებული და არ შეშვებული. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გადავლოთ თვალი ქრონიკას ბიძინევენიშვილის გამოსვლებისა წინა საარჩევნოდ, სადაც ის საზეიმო ვითარებაში ზდებდა ფიცს, რომ პარლამენტში არ შეგვიშვებდა და დღეს მივიღეთ პარლამენტი, რომელიც არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბიძინევენიშვილის სახელობის. ეს არის მთელი პარტია და იმ პარტიაში სამი ფრაქცია, ნაცები, ოცნება და ის მუჰამედის შთამავალი კაცის პარტია კიდევ. შესაბამისად, ეხლა ეს ნაცები რო ატარებენ აქციას უზენაეს სასამართლოს წინ, ყველაზე ეფექტური აქცია იქნებოდა ის, რაც მე მოუწოდე არჩევნების ღამეს. არ შესულიყვნენ პარლამენტში, არ მიიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, ეს ჩამოშლიდა ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს. იძულებული გახდებოდა დაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, რუსთავი ორსაც არ ექნებოდა ეს პრობლემები, არ გაძვირდებოდა პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, არ აიწყვიტავდა ლარი და არ გახდებოდა უბედურება ადამიანებისათვის კიდევ დამატებითი კრედიტებისა და სესხების გადახდა, არ იქნებოდა უკვე დღის წესრიგში ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება, რომელიც ეხება 900,000 მძღოლსა და ოჯახს, რითაც ისინი არსებობენ დღემდე და ფაქტურად შექმნეს თავისით ხალხმა სამუშაო ადგილები და ტექ დათვალიერების შემდეგ ფაქტურად დარჩება მარტო ნებადართული პარლამენტის და მთავრობის მანქანები. მალაპატიეთ, ეს სერიოზული თემაა. პარლამენტის და მთავრობის მანქანები დარჩება ნებადართული, იმიტომ რომ კატალიზატორი ყველა მანქანას ამოწვრილი აქვს. ჩვენი საწვავის პირობებში ევროპულ-ამერიკული კატალიზატორი არ მუშაობს და ის მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ცოტა დრო გვაქვს. 500 ევრო და 500 ევრო საიდან მოიტანს პური ვერ უყიდი ადამიანს. ამიტომ მნიშვნელოვანი თემა ნაცმოძრაობას რომ უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურში მონაწილეობაზე, ივანიშვილის ეს ხუხულა რეჟიმი დანაშაულებრივი ჩამოიშლებოდა და რუსთავი ორსაც არ ექნებოდა არანაირი პრობლემები. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა რუსთავი ორზე რომ ვისაუბროთ კონკრეტულად, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს უზენაესი სასამართლო, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. გიორგი, რა დემოკრატიულ განვითარებაზეა საუბარი? ჩვენ გვყავს კონსპირაციული, არალეგალური, მართველი მაფიოზური წესებით საქმის გამრჩევი და თამლაგებელი, რომელმაც იყიდა სახელმწიფო ხელისუფლება, ყველაფრის უზურპირება მოახდინა, გააყალბა და გამოგვიცხადა, რომ აი როგორც არშინ ვალალაშია, ესე იგი ფული მაქვს, შენი ვარ არა და სხვისი ვარ და რომ ფულით გიყიდით ყველაფერს ვიყიდი, ყველაფერს გადავწყვიტავ, მათ შორის სასამართლოს, პარლამენტს, მთავრობას, შესაბამისად, სასამართლოს რაც მას სურს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებიებს. მას შეუძლია დაახურიოს რუსთავი ორი. მე რა მოლოდინი მაქვს, პარლამენტში არ შეგვიშვა გამარჯვებული პარტია კაცმა. აი ახლა მე მოდივარ ძალიან ღირსეული ახალგაზრდების ქორწილიდან 20 წუთით შევირბინე და მივულოცე. და მე გარწმუნებთ და ვიფიქრებთ, რომ ახლა ამას რაღაცა მიზეზების გამო ვამბობ. რომ შევედი მისალოცად, ასეულობით ადამიანი ადგა და ტაში დამიკრა, გამოვედი და ტაშით გავამაცილეს. ეს ხდება პარლამენტში არ შეშვებული პარტიის ლიდერის თავზე. ასეთი სიყვარული 25 წელია ყოველთვის გრძნობდეს სიყვარულის ხალხისას, არასოდეს არ ყოფილა. ანუ ჩვენ კი არ დავზარალდით, მე კი არ დავზარალდი. ეს სიყვარული რაც არის ხო დარჩება და ადამიანის ცხოვრება არის რა, უნდა უყვარდე ხალხს თორე. თუმცა თქვენ ხომ ვიცით რომ არსებობს სიყვარული, როდესაც უყვარხარ, მაგრამ სხვასაც ძლევა. ხო, ნუ რა ვკრა, მაგრამ არსებობს სიყვარული, როცა უყვარხარ და ამ სიყვარულის რეალიზაციის საშუალებას არ აძლევენ ხალხს, გაყალბებით, მოსყიდვებით, ძალადობით, რეპრესიებით, დიქტატორობით, კრიმინალით და ეს ყველაფერი გააკეთა ბატონმა ბიძინევენიშვილმა ამჯერად. შესაბამისად, ჩვენ რო პარლამენტში არ შეგვიშვეს, ჩვენ კი არ დავკარგე და მე კი არ დავკარგე რამე. ვიმეორებ, სიყვარულია მთავარი ხალხის, რომელიც მაქვს, რომ სკამი უამრავს ქონია და უსახელოდ წასულა და ის სკამიც დამწვარა, ხო? მაგრამ აი ჩვენს გარეშე ვინ გადაეფარებოდა ეფექტურად რუსთავ ორს? ვინ შემოიტანდა უფასო უმაღლეს განათლებას? ვინ აღადგენდა 40,000 სტუდენტს გარიცხულს? ბატონსავა, თუ რუსთავი ორი გადაეცემა სხვა ფლობელს ამ შემთხვევაში ფორმალურად კიბარ ხალვაშს, რა შეიცვლება ქვეყანაში? გეტყვით, ჩვენს გარდა ვინაიდან თქვენ ასეთი მოლოდინი? ჩვენს გარდა ონლაინ სესხების საკითხს ვინ გადაწყვეტავდა? ვინ აკრძალავდა ამ სესხებს? მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვინ აკრძალავდა? კაზინოებს ვინ გაიტანდა ქალაქიდან? 7%-მდე საბაგო პროცენტს კრედიტს ვინ ჩამოიყვანდა ჩვენს გარდა? არავინ, ხო? შესაბამისად ესენი არიან იმისათვის, რომ რაც შემოსავალია გაუშვან არა აი ამ სფეროებში, ახალგაზრდებზე, ძველგაზრდებზე, ეკონომიკაში, ინვესტიციებში, არამედ წაიღონ სახში და გუშინ რა ნახა ჩემო თვალებმა. ესე იგი,
ჯერ გუშინდლამდე მაკრახიძე გორის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ასევე გაყალბებით გახდა მაჟორიტარი, არ და ბედის დაცინვა სტალინის სამშობლოს დღეს წარმოადგენს მაკრახიძე. 30 მილიონიანი ტენდერი მოაგებინა ბიძინამ იმის სანაცვლოდ, რომ მანდატი დაითრია. და გუშინ პარლამენტის პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა გახსნა. და ვინ არის იცით ეს უხუცესი დეპუტატი? ბატონი არველაძე, ძველი ენერგომაფიოზა, რომელიც 20 წელია წინააღმდეგობას გვიწევს ელექტროენერგიის ტარიფის დაიაფებაში და გვიმტკიცებს, რომ ელექტროენერგიას უნდა ოქროს ფასი ედოს. აი ეს ადამიანი იყო უხუცესი, აღარ დაგვჩვე პატიოსანი წესიერი უხუცესების მეტი რა არის? საქართველოში მთებში თუ ბარში ჩაეწერა ნებისმიერი მრავალშვილიანი უხუცესი, რომელსაც სიკეთის მეტი აფერი გაუკეთებია ხალხისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის. აი ასეთი კრიმინალებით არის სავსე და შესაბამისად ამ კრიმინალიტეტში რუსთავორს რო რამე დაუშავონ, დახურონ და ხალვას გადასცენ და ხალვაში კიდე მეორედ გახდა დეპუტატი, რა ქვია აღარ მახსოვს იმ ქალბატონს. მეორედ გახდა დეპუტატი და რატო გახდა დეპუტატი ორგზის? ეხლა იმედია რომ მას არ ქონია იდეები ქეთევან წამებულივით გვემა განეცადა ქვეყნისათვის ან თქვათ ესეთი რამე საგიმერო საქმე ჩაედინა ხო? ჩვენ უნდა დავასრულოთ. რა შეიცვლება ივანიშვილის მიზანი რუსთავი გადაეცემა ქიბარ ხალვას. როცა ხალვაშებს ადეპუტატებს მდგომარეობს იმაში, რომ ჩაიგდოს რუსთავი 2 ხელში და დაამსგავსოს რუსთავი 2 პარლამენტს, მონურს და ერთპარტიულს და მორჩილს, დაამსგავსოს ტელეკომპანია იმედს, დაამსგავსოს ტელეკომპანია მაესტრო, სადაც გრეჩიხიზმის ზეიმია და სადაც ნებისმიერ ბინძურ შეკვეთას გადააქცევენ ტელესიუჟეტად და გაუშვებენ, აი ეს უნდა მას და რუსთავი 2 თუ ჩაიგდო ხელში საქართველოში დემოკრატიის აი ეს სულ პატარა მკთალი შუქურაც კი იქნება დახურული და გველოდება ძალიან მძიმე პერიოდი. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსთავი 2 ჩაიგდოს ხელში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს და რომ მას ძალიან წარედ ვანანოთ ის რაც გააკეთა ქვეყნის საზოგადოების დემოკრატიისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. იმადროულად მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი წუთი გთხოვოთ იმ სასიამოვნო ამბის შესატყობად საზოგადოებისათვის რაც ხდება ოკეანის იქით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მართალი ახლა აქ ჩვენ ვერ მოიყვანეთ ჩვენი მთავრობა ლეიბორისტებმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უკვე ჩვენი 2 მეგობარი დანიშნულია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში, ერთი სენატორი სეშენი ალაბამიდან გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი გახდა შეერთებული შტატების, ხოლო კონგრესმენი მაიკ პომპეო, რომელთან ჩემი შეხვედრის სურათები და ფოტოქრონიკა თქვენ მანდ გაქვთ, გახდა ცენტრალური სადაზვერო სამმართველოს დირექტორი. გარწმუნებთ, რომ მათ ძალიან უყვართ საქართველო, ძალიან კარგად ერკვევენ აქ შექმნილ სიტუაციაში, მათ შორის რუსთავი 2-ის მიმართ განხორციელებულ ქმედებებშიც, ეს ჩემგან იციან პირადად და შესაბამისად ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში გაძლიერდეს დემოკრატია, იმისათვის, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ცივილიზებულ სამყაროს, იმისათვის, რომ ჩვენ ხალხს გქონდეს უვიზო მოსვლა შეერთებულ შტატებთან, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, ბიზნესის თავისუფალი ურთიერთგაცვლა და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება და მე მიხარია, რომ აი ადმინისტრაცია საქართველოს მეგობრებით კომპლექტდება მომავალი ადმინისტრაციას. შესაბამისად, მე მაინც მინდა გითხრათ საბოლოო დასკვნის სახით ამ ეტაპზე, რომ ბიძინები მიდიან და მოდიან, საქართველო და ქართველი ხალხი რჩება და გამარჯვება ქართველ ხალხს დარჩება. მათ შორის გამარჯვება დარჩება რუსთავში. დიდი მადლობა ბატონ შალვა ნათლაშვილი გვერდებოდა.